დღეს რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ გვინდა რომ აი იგივე დღევანდელ სიტუაციასაც დაუბრუნდეთ და აი ამ ტრამპის განცხადებების ირგვლივ ვიტრიალოთ, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინელები რამდენჯერმე მოატყუეს ამერიკელებმა. ჯერ კიდევ 1994 წელს, როდესაც ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ უკრაინა განიარაღებულიყო ბირთვული შეერაღებისგან, რომ უკრაინას ბირთვული შეერაღება არ ქონოდა და დაიდო ხელშეკრულება, რომელთაც ისრულობდა ვალდებულებას ამერიკა, საფრანგეთი, იქ იაპონიაც იყო, ამას რუსეთმაც მოაწერა ხელი, რომ ისინი ცნობდნენ ტერიტორიულ მთლიანობას და იღებდნენ ვალდებულებას, რომ დაეცვათ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა. უკრაინამ საბჭოეთისგან მემკვიდრეობით ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი მიიღო. საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ დამოუკიდებელმა უკრაინამ ბირთვული მარაგის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა. ახალი ბირთვული მოთამაშის გამოჩენა მსოფლიოში ძალთა არსებულ ბალანსს არღვევდა. საერთაშორისო საზოგადოება ამ პრობლემის სწრაფ აღმოფხვრას შეეცადა. უკრაინის ხელისუფლებამ მსოფლიოს ლიდერის სახელმწიფოებისგან კატეგორიული გზავნილი მიიღო. კიევი ბირთვულ არსენალს უნდა შელეოდა. Нам Соединенные Штаты официально, Украине я имею в виду, заявили. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გამოგვიცხადა, რომ თუ ჩვენ არ გავიტანდით ბირთვული იარაღს, უკრაინას მძიმე სანქციებს დაუწესებდნენ. საუბარი იყო როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ სანქციებზე. ეს მათ ღიად განაცხადეს. უკრაინიდან რუსეთში ბირთვული არსენალი სრულად გაიტანეს. 1994 წლის 5 დეკემბერს ბუდაპეშტში უკრაინა ბირთვული იარაღის გავრცელებლობის შეთანხმებას შეუერთდა. ამის სანაცვლოდ ქვეყანამ საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების გარანტია მიიღო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, მოგვიანებით კი საფრანგეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი გარანტირებული იყო. ბირთვულმა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ არ განხორციელდებოდა სამხედრო აგრესია. და ფაქტობრივად განაიარაღეს უკრაინა. ამერიკელების მოთხოვნით. თვითონ იხსენებს კრავჩუკი, რომ მათი მოთხოვნა იყო, რომ უკრაინა არ ყოფილიყო ბირთვული შეერაღების კონი. როგორც კი ბირთვული შეერაღებისგან გაიწმინდა უკრაინა, უკვე შემდგომში წაიწყო ახალი პროცესები. ჩვენ გვახსოვს, როგორ არიგებდა ნოლანდი პონჩიკებს მაიდანზე, როდესაც აქ ვითომ თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელები შეიკრიბნენ, შემდგომში ეს პონჩიკებისა და ღვეზელების даригება როგორ დაუჯდა უკრაინელებს. Добрая американка, раздающая печенье на Майдане. Она сочувствует, но не вмешивается. А главное, призывает не вмешиваться других. Заместитель госсекретаря США Виктория Нуланд позиционировала себя именно так. Голубь мира, а не мифическая рука Запада. И как ни кстати прозвучало это. Мы в игре. 2014 წელს მათ დაკარგეს ყირიმი, დაიხოცა უამრავი ადამიანები, დაიწყო უკრაინის რღვევის პროცესი. უკრაინის რღვევის პროცესი, რომელიც გაგრძელდა იქამდე, რომ დღეს რა დღეშია უკრაინა, ჩვენ კარგად ვხედავთ. ეს იყო მორიგი ამერიკული ავანტიურა. ზელენსკი დღეს, როდესაც ეხა ტრამპმა ჩვენ ნახეთ, როგორ დატუქსა ის თეთრ სახლში, მონიკა ლევინსკის შემდგომ, ალბათ ესე არავის არ მოქცევია არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი, ჩვენ ნახეთ, რომ რაღაცა თითი უქნიეს ზელენსკის მადლობა, რატო არ გითხარ, ამ ყველაფრის რაც გეკეთები და იცით რა არის? ბევრს დაავიწყდა, რომ ვინ მოიყვანა ზელენსკი ხელისუფლებაში, ვინ შეიარაღა ის და ვინ განაწყო ის რუსეთის წინააღმდეგ. ეხლა ვიღაც იდიოტიც კი ვერ დაიჯერებს იმას, რომ ზელენსკი თავისით ესე ადგა და დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, აქ იყო ამერიკელები ჩართული. ამერიკა ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც უჭერდა მხარს ზელენსკის.
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით კიდევ $800 მილიონი ღირებულების შეიარაღებას მიეწვდის. CNN-ის ცნობით ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას აცნობა. როგორც პენტაგონის პრესპიკერი ჯონ კირბი განმარტავს, დახმარების პაკეტი საარტილერიო სისტემებს, საჭურვებსა და ჯავშან ტექნიკას, ასევე ვერტფრენებს მოიცავს, რაც აღმოსავლეთ უკრაინაზე რუსეთის მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი იერიშისთვის წინააღმდეგობის გასაწევად იქნება საჭირო. როგორც CNN-ი წერს, ამ დამატებითი $800 მილიონის შემდეგ საერთო ჯამში შეერთებული შტატების მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი თანხის ოდენობამ $2 მილიარდ 400 მილიონ მიაღწია. ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა სხვა ქვეყნებს გაზარდონ უკრაინის დახმარება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი უკრაინაში მაღალ ჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს. ეს სავარაუდოდ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი იქნება. ამ აღჭურვილობიდან ზოგიერთი გააძლიერებს შესაძლებლობებს, რომელიც უკვე მივაწოდეთ უკრაინას. ზოგი ახალია, რაც ჯერ არ მიგვიწოდებია. ყველა მათგანი უკრაინის დასახმარებლადაა განკუთვნილი. ბრძოლაში, რომელიც ახლა იმყოფებიან და რომელიც მომდევნო დღეებსა და კვირებში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ელით. არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $2 მილიარდ 600 მილიონი დახმარება გაუწია. ამერიკა მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება, განაცხადა ჯო ბაიდენმა CBS-თან ინტერვიუში. პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ომში ამერიკელი სამხედროები არ ჩაერთვებიან, მაგრამ უკრაინისგან განსხვავებით ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკის სამხედრო ძალები ტაივანს დაეცავენ. უკრაინა იმ მნიშვნელოვანი დახმარების მეშვეობით, რომელსაც ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ვუწევთ მათ და წარმოუდგენელი სიმამაცით და უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი მონდომებით არ აგებს ომს და მათ გარკვეულ სფეროებში წარმატება აქვთ. უკრაინაში ომის მოგება არის უკრაინიდან რუსეთის სრული გაყვანა და სუვერენიტეტის აღიარება. ისინი ამარცხებენ რუსეთს. რუსეთი არ იყო ისეთი კომპეტენტური და ქმედუნარიანი, როგორც ბევრს ეგონა რომ იქნებოდა. ზელენსკის, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ დაეწყო ომი. და შემდგომში როგორ წავიდა უკრაინელების ბედი, ჩვენ კარგად ვიცით. ჩვენ ამას იმიტომ საუბრობთ, მეგობრებო, რომ უამრავი ქვეყანას გამოუტანა განაჩენი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. და დღეს არ მინდა მე რომ ჩვენ რაღაცას ღრუბლებში ვიყოთ და გავხდეთ კლავაც მეოცნებები, როგორიც ვიყავით 90-იანებში, როგორიც ვიყავით 2000-იანებში. ამერიკა გადაგვარჩენს, რომ ტრამპი გადაგვარჩენს, არავინ არ გადაგვარჩენს. ჩვენი გადარჩენის გასაღები ადრეც მithქვია და ეხლაც ვიმეორებ არის მოსკოვში. ჩვენ ტრამპისტები კი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ქვეყნის პრეზიდენტის თან კავშირზე მყოფი, რომელ ქვეყანასაც შეუძლია საქართველოს ხსნა.